აბსურდული სისხლის სამართლის საქმე და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაშინების მცდელობა ასე აფასებს უჩან ანუაშვილი სულში დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ის გამომძიებლებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ უნდობლობას უცხადებს უსწორად, ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენება გამოძიებისთვის მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიეცა. ზუსტად 11 საათზე დაიწყო მისი გამოკითხვა მოსამართლის წინაშე და იქამდე სანამ უჩან ანუაშვილი შევიდოდა სასამართლოს ხდომათა დარბაზში, მან მედიასთანაც გააკეთა კომენტარი. ანუაშვილი ამბობს, რომ ის არ უარყოფს არანაირ კომუნიკაციას ექსპერტთან, რომელიც ეუთომ მოავლდა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში და ამბობს იმას, რომ წესით ყველა ის ადამიანი და უფლებადამცველი, რომელიც მსგავსი ტიპის თანამშრომლობაში შედის უცხოელ ექსპერტებთან, კანონით უნდა იყოს დაცული, რომ მის წინააღმდეგ სახელმწიფოში შიდა მექანიზმები არ იყოს ამოქმედებული, თუმცა ქართული ოცნება ანუაშვილის შეფასებით სწორედ აი ამასაც არ ღვევს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები გაცემული იმისკენ, როგორ უნდა იქნას ადამიანის უფლებები დაცული, ახლა სწორედ დევნის ობიექტი გახდნენ ის ადამიანები, ვინც შევიდა კომუნიკაციაში ექსპერტებთან და კონკრეტული ინფორმაციები მათ მიაწოდა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ტელეპიროლის ეთერში დავით ქაცარავამ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უჩან ანუაშვილი იყო ერთ-ერთი უფლებადამცველი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობდა ეუთოს ექსპერტებთან და სწორედ აი ამ განცხადების საფუძველზე უკვე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციასთან მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით უჩან ანუაშვილი გახდა ერთ-ერთი ის პირი, რომელიც სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა. არ ვიცი, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი, როდესაც უფლებადამცველს იბარებენ უსაფრთხოების სამსახურში იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტს, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და მდგომარეობის სახით, რომელიც ქვეყანაში არის. ის რომ სახელმწიფოს უნდა ეთანამშრომლა ექსპერტთან, ეს იყო ვალდებულება თითოეული ორგანიზაციის, სახელმწიფოს, სწორედ ამიტომაც შეხვდნენ მას სახელმწიფოს უმაღლესი პირები და ამ პროცესს ხელი უნდა შეეწყო სახელმწიფოს. დღეს ვხედავთ პირიქით იმის ნაცვლად, რომ იმ რეკომენდაციებზე მოახდინონ მეტი ფოკუსი და იზრუნონ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, სახელმწიფო თვითონ არღვევს იმ პრინციპებს, რომელზეც შეთანხმდა ეუთოსთან. მე-6 პუნქტი ეუთოსთან ურთიერთობის, ეს არის საოპერაციო დოკუმენტი მოსკოვის მექანიზმის სახელმწიფოებს, წევრ სახელმწიფოებს, ავალდებულებს დაიცვან თითოეული იმ ადამიანის და ორგანიზაციის უფლებები, არ შეუქმნან რაიმე პრობლემა, ვინც ითანამშრომლობს ექსპერტთან. ანუ ეს არის დამატებითი მექანიზმი, ამ მექანიზმის მიერ მოფიქრებული, რომ ყველა ის პირი იყოს დაცული, ვისაც კომუნიკაცია ექნება ეუთოს ექსპერტთან. ჩვენ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს მოთხოვნა უკვე დარღვეულია საქართველოს ხელისუფლებას. მე დავეხმარე ექსპერტს იმ კონკრეტულ საქმეებზე, რასაც მას ჰქონდა კითხვები, დაკავშირება სურდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, აინტერესებდა რაღაც ანგარიშები, რომელიც ჩვენ ჰქონდა მომზადებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მე მას ყველაფერში დავეხმარე და მივაწოდე ეს ინფორმაცია. ეს არის დაშინება უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების, რომ არავის მომავალში აღარ ჰქონდეს სურვილი იკონტაქტოს საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული უცხოელი ექსპერტების ინტერესის საგანი იყო უკანასკნელი 2 ან 3 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. სწორედ ამასთან დაკავშირებით ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას ადგილობრივი უფლებადამცველებისგან. ერთ-ერთი იყო უჩან ანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ამ ექსპერტებთან თანამშრომლობდა, თუმცა შემდგომში უკვე გამოძიების ინტერესის საგანი სწორედ ამის გამო გახდა.